ამ დასახლებას რეალურად მოდის. დასახლება ვიზას მივახერხეთ. სამხედროები გეოლოგია და არის. Ми продовжуємо виконувати наказ тримати оборону. Забираемся на крыши и даем оборону. Слава Украине. წელს ყირიმის ოკუპაციის დონეცკისა და ლუგანსკის შემდეგ მთავარი სამიზნე დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი გახდა. მაისის დასაწყისში ეგრეთ წოდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრორუსული შეიარაღებული ჯგუფები ქალაქში შევიდნენ და ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს. 9 მაისს მარიუპოლში უკრაინის უსაფრთხოების ძალებსა და პრორუს შეიარაღებულებს შორის შეტაკებები დაიწყო. უკრაინის არმია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები, მოხალისეთა ბატალიონები დნიპრო-1 და აზოვი ორგანიზებულად უტევდნენ ქალაქს. 13 ივნისს მარიუპოლი უკრაინულმა მხარემ ოფიციალურად დაიბრუნა, რაშიც უდიდესი წვლილი მოხალისეთა ბატალიონ აზოვს მიუძღვოდა. ანდრეი ბილეცკის მიერ დაარსებულ ამ ქვედანაყოფს პირველივე დღიდან სხვა სპეციალისტებთან ერთად ქართველი ოფიცრები წვრთნიდნენ. მოზგზა ფაქტურად დაიწყო 2014 წლის მაისიდან, მაისის ბოლო რიცხვებიდან. გარკვეული ჯგუფი ქართველი ოფიცრების, რომლებიც ესე ვთქვათ, მოწვეული იყვნენ ამ ქვედანაყოფში, ხელმძღვანელი დამაარსებელი პირის მიერ ანდრეი ბილეცკი, რომელიც შექმნა ეს ქვედანაყოფი, ფაქტურად მან დაიწყო ეს იყო მანამდე ეგრეთ წოდებული შავი კაცუნები. რუსების საპირისპირო მწვანე კაცუნები ყავდა, მაგრამ შავი კაცუნები დაარქვეს ესე. იყო შედგებოდა ესეთი ორგანიზაცია პატრიოტი უკრაინელი პატრიოტები ქვია ორგანიზაციას. და მე დავიწყეთ გაერთიანება, უბრალოდ მან დაიწყო გაერთიანება, მოზიდვა ფეხბურთის ეგრეთ წოდებული გულშემატკივრებისგან. და დავიწყოთ 2014 წელს ფაქტურად მათი შეგროვება, რეკრუტირება, მომზადება და ყოველი რა თუ სამხედრო რამე მომზადება იყო თუ რამე ოპერაცია მიმდინარეობდა, საბრძოლო მოქმედებები, ეს იყო ატოს ზონა, ეგრეთ წოდებული ანტიტერორისტული ოპერაციის ზონა, შემდეგ სხვა დასახელება მიიღო 2022 წლამდე. ეს ფაქტურად ქართველი ოფიცრები, სერჟანტები მუშაობდნენ ამ ქვედანაყოფში. გარკვეული ჩვენი ერთადერთი ჯგუფი იყო ჩვენი, ფაქტურად სადაც 6-7 კაციანი ჯგუფი, რომელიც მუდამ მუშაობდა.
2014 წლიდან 2014-ში მოხდა მარიუპოლის განთავისუფლება. მაშინ მონაწილეობდა შეერაღებული ძალების სახმელეთო ძალების ერთი ქვედანაყოფი, ზუსტად არ მახსოვს 72 და აზოვის ქვედანაყოფი ბატალიონი იყო მაშინ მაგ პერიოდისთვის. სეპარატისტებისგან მოხდა ფაქტიურად გასუფთავება ქალაქის. ბევრი თქვათ ტყვედი ყაყვანილი ზოგი დაიღუპა, ზოგი გაიქცა. გარნიზონში შედიოდა ძირითადად ეს აზოვის ჯერ იყო ბატალიონი, რომელიც შედიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნულ გვარდიაში, როგორც სპეციალური დანაშაულების ქვედანაყოფი. შემდეგი ზამწლების მანძილზე უკვე მომზადებით იმით გაიზარდა უკვე ფაქტურად 2015-ში უკვე გახდა პოლკი. 15-ში უკვე პოლკი გახდა. და ფაქტურად ყოველ ესე ვთქვათ წელს გარკვეული გეგმები იყო, რომელსაც ამუშავებდა, თქვათ, ვამუშავებდით. იქ თავდაცვა ხდებოდა აზოვის მიერ, თქვათ, სანაპიროს დაცვა იქ. ყველას თავის მიმართულება და სექტორი ჰქონდა. ასე იყო გარნიზონი, ქალაქი საკმაოდ დიდი ქალაქი იყო, სადღაც 9 მილიონიანი ქალაქი. გარნიზონში შედიოდა აზოვის პოლკი, ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში, იყო ასევე მესაზღვრეთა ასეული და საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფი იყო 36, რომელიც დისლოცირებული ესე ვთქვათ მომაგრებული გარნიზონის. მასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან მარიუპოლი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. ქალაქს აზოვთან ერთად საზღვაო ქვეით და 36 ბრიგადა, საპატრულო პოლიცია და მოხალისეთა ქვედანაყოფები იცავდნენ. რუსულმა არმიამ რაკეტებითა და ავიაციით ქალაქის მასობრივი დაბომბვა დაიწყო. იბომბებოდა საცხოვრებელი კვარტლები, ინდუსტრიული ობიექტები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ყველა შენობა, სადაც თავის შეფარება შეიძლებოდა. ქალაქი წყლის, ელექტროენერგიისა და მედიკამენტების გარეშე დარჩა. განადგურდა დრამატული თეატრი, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. დაიბომბა სამშობიარო და საავადმყოფოები. მოსახლეობა უკიდურეს ჰუმანიტარულ კატასტროფაში აღმოჩნდა. განადგურდა ინფრასტრუქტურის 90%. ამის შემდეგ რუსებმა ქალაქის ალყა დაიწყეს. მარიუპოლის მცველები აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში გამაგრდნენ. ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფრები ბუნებრივ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა და იქ 2000-მდე მებრძოლი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ძირითადი მასა ფაქტურად 10% შეიძლება ეს უკვე აზოვის პოლკი იყო. მას შედიოდა 36 ბრიგადას ნაწილები, იყო რამოდენიმე ბატალიონი საზღვაო ქვეითის, იყო საპატრულო პოლიცია, ფაქტურად ვინც დარჩა ქალაქში. მოხდა ის, რომ აღმოსავლეთ მხრიდან რუსეთმა დაიწყო შემოტევა. პირველი რიგებში თქვა თავდაცვის სამინისტროს ძალები იდგნენ. აზოვს სხვა მიმართულება ჰქონდა ცოტა, მაგრამ სიტუაცია, წინასწარ განწყვეტილი და მომზადებული რო იყო, უცბად მოხდა, ესე ვთქვათ, გეგმის შეცვლა. იმიტომ რომ მოხდა გარღვევა აღმოსავლეთი მხრიდან, დაიწყო ხაზმა, ფრონტის ხაზმა დაიწყო მოძრაობა ქალაქისკენ. სამი ძირითადი გზა იყო, უზრუნველყოფის გზა იყო, კომუნიკაციის გზა, ესე ვთქვათ, ვეძახდით კონტინენტთან რა. ეს იყო მარიუპოლი, ტოკმაკი, ბერდიანსკი, მარიუპოლი, ბერდიანსკი, ტოკმაკი, ზაპოროჟიე. საკმაოდ დიდი გზა იყო, სადღაც 250 კილომეტრი. მეორე გზა ეს იყო, თანძველი გზა იყო ეს. მეორე გზა იყო ახალი გაკეთებული. ეს იყო მარიუპოლი, ზაპოროჟიე პირდაპირ,
ასე რომ ახალი დაგებული გზა, კარგი გამავლობით, სწრაფ მოძრავი გზა, შემცირებული იყო 200 კილომეტრით, ანუ 200 კილომეტრი იყო. და მესამე გზა იყო ეს უკვე ჩრდილოეთიდან მიმავალი ვალნავახის გავლით. მაგრამ გზა ისეთი იყო. ფაქტობრივად იმ დღეებში 22-23-ში მოხდა 24-ში უკვე მოხდა გარღვევები ვალნავახის მხრიდან, ფაქტობრივად ვალნავახაზე სამოქალაქოებს ვერ გაუშვებდნენ, აზოს დასავლეთი მიმართულება ქონდა, მოგვიწვია ფაქტურად ქალაქის უცბად ძველი გეგმის გათამაშება და ქალაქის მთლიანად ესე ვთქვათ დაკავება ქალაქის გარშემო. და შემომავალი უკან დამხევი ქვედა ძალების მიღება, იმიტომ რომ შენი საბრძოლო ხაზები უნდა გაიაროს, აქ ტექნიკამაც უნდა გაიაროს, ხიდები უნდა იყვანო, კონტროლის ქვეშ დანაღმული ველები უნდა მოაწყო. და ფაქტურად აზოს მოუწია თავისი სექტორის გარდა მთლიანი, ფაქტურად 360 გრადუსით აღება. მეთაურობა აღებული იყო აზოს, იმიტომ რომ ვალნავახიდან გარღვევა მოხდა, კარგად გახსოვთ 22-დან რომ დაიწყო 23-ში, 3-4 დღეში დასავლეთ მიმართულებით, ყირიმიდან უცბად გადმოვიდნენ, ფაქტურად ყირიმში ჩერება გადმოსასვლელზე არ მოხდა, დანაღმული ველი არ ვიცი რატო და როგორ მოხდა ალბათ გამოძიება იტყვის მომავალში, ფაქტიურად შემოუშვეს და უპრობლემოდ ესე ვთქვათ მარში განახორციელეს, სწრაფი მარში განახორციელეს, არა დესანტირება, მაგრამ სწრაფი მარში განახორციელეს ყირიმშიდან მომავალმა ძალებმა. ჩვენ სავარაუდოდ გვეგონა რომ ალბათ ამ ბერდიანსკში დახვდებოდა რაღაც ქვედანაყოფები, იმიტომ რომ ჩვენ დაკავებული ვიყავით ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, ფაქტიურად ზურგინას შემოგვივიდნენ და პირველი ბრძოლა ეს იყო 26 რიცხვში, როდესაც პირველი კონტაქტი ესე რომ ვთქვათ მე მქონდა, ქალაქის ჩრდილოეთ მიმართულება იყო ჩემი და 26 რიცხვში პირველი შეტაკება მომხდა სადაზვერვო ასეულთან. ეს იყო ნოვოჩერკასკის სადაზვერვო ასეული. ნოვოჩერკასკში განლაგებული ქვედანაყოფიდან, იმიტომ რომ როცა ამოვიღეთ უკვე ეს საბუთები ისინი მოხდა უცბად გადაცემა, გავიგეთ რა ქვედანაყოფი იყო ჩვენს წინააღმდეგ. ასევე ჩრდილოეთიდან დაიძრა პირველი საარმიო კორპუსი, ეგრეთ წოდებული დნრ-ის და აღმოსავლეთიდან რუსული, ასე ვთქვათ, მოქმედი რეგულარული არმია. ზღვიდან შემოვიდა ფლოტი, ავიაცია და ბერდიანსკს ისე მოადგენ მარიუპოლს აღმოსავლეთიდან ბერდიანსკამდე, რომ წინააღმდეგობა არ ყოფილა. რო შევხედეთ როგორ წინააღმდეგობა არ იყო, პოლკმა მოახდინა, თქვათ, სადაზვერვო ქვედანაყოფების გადასროლა, ბერდიანსკი ეს არის სადღაც 80 კილომეტრი და სანამ მარიუპოლამდე მოვიდოდნენ, გზადაგზა ნელ-ნელა ეგრეთ წოდებული შეჩერების, შეკავების ოპერაცია ძირითადად ჩასაფრებები ხდებოდა და საარტილერიო ეგრეთ წოდებული TRP-ის ვეძახით, რეპელების მომზადება, რომ არტილერიით ურტყავდეთ. პატარა ესე ვთქვათ თავისებური ჩასაფრებას უწყობდა დაზვერვის ქვედანაყოფები და ასევე საარტილერიო ქვედანაყოფები წინასწარ გამზადებულ რელიეფზე. მაქსიმალურად შეაკავეს, სანამ შეიძლებოდა რომ მარიუპოლამდე გაეწელათ ეს 80 კილომეტრი, მაგრამ იმდენად დიდი იყო ძალა აღმოსავლეთიდანაც დასავლეთიდან ჩრდილოეთიდან, რომ ერთ გარნიზონს, მაგის გაწევა საკმაოდ რთული იყო. ფაქტურად მივიღეთ უკვე ქალაქში მე მყავდა ფაქტურად საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფი, ორი საზღვაო ქვედანაყოფის ბატალიონი, პლუს თქვათ ეგ მესაზღვრეთა ასეული იყო. და როგორც ვთქვი 26 რიცხვში პირველი კონტაქტი მოგვიყვდა ჩვენ და ჩაიკეტა თითქმის ყველა გზა. ჩემი კონტაქტი იყო ვალნავახის მიმართულებით და გვერდითი გზა, ესე რომ ვთქვათ, ჩრდილოეთიდან მიმავალი პარალელურად ამ გზისა, ეს იყო ახალი ტრასა. ფაქტურად მოსახლეობა თქვა იქით უნდა გასულიყო, მაგრამ უცბად მოჭრეს, ყველა სამივე გზა გადაიკეტა და ქალაქი ჩაიკეტა. მაგრამ ქალაქამდე კიდე რჩებოდა სადღაც 20-30 კილომეტრი.
გაშლილი. მე 30 კილომეტრი ნელ-ნელა ვიწროვდებოდა სანამ ქალაქის განაპირზე არ მოადგენ. ძირითადად მოხდა რესურსების მობილიზება ამ დღეებში ფაქტიურად მოვიგეთ ამ პატარა-პატარა შეჩერებებით. მოვიგეთ ის, რომ ლოგისტიკის უზრუნველყოფა მოვახდინეთ აზოვსტალზე. საწყობების ყველაფერს იქით დარჩა, იმიტომ რომ ვერ მოვასწარით. ჩვენ სექტორში არ იყო ეს საწყობები, არც გვეკუთვნოდა და რაც შევძელით იქიდან გამოვციდეთ. თქვია წამალი საბრძოლო მარაგი. 2 რიცხვში უკვე 2 მარტს ან ხო სადღაც 2 მარტს უკვე მოხდა ქალაქის ძირითადი ენერგეტიკის ენერგოსისტემის განადგურება. და ფაქტიურად ქალაქის წყალი მოეწოდებოდა ენერგოსაშუალებით დონეცკიდან. ქალს ეგრევე როგორც კი დენი გაწყდა, შეწყდა ქალაქში წყალი, შეწყდა კავშირგაბმულობა და ფაქტიურად всё ჩაიკეტა ქალაქი. რაც კი რესურსები იყო ქალაქში შიგნით პირველივე კვირაში უკვე დაიწყო მარტის პირველივე კვირაში მოხდა ამ პროდუქტების, თქვა, მაღაზიების გატეხვა, სამხედროების იმისთვის არ ეცალათ, რომ ქალაქში კონტროლი გაეწიათ და ვერც გაუწევდი, იმიტომ რომ ყველა დაკავებული იყო და მოსახლეობა მშიერია. საავადმყოფო ვერ მიდის დანიშნულებამდე, იმიტომ რომ ტელეფონი არ მუშაობს. საკმაოდ დიდი ქაოსი იყო. ნელ-ნელა ეს დავალაგეთ. საკვები ქალაქში ყველა მოსახლეობამ ისე ვთქვათ გაიცა, რაც შესაძლებობაც იყო გაცემის, თორე დენი არ იყო გაფუჭდებოდა. ჩვენ საწყობები არ ქონდა, რომ შეგვენარჩუნები რამდენი ისა გენერატორზე და ყველა დროს კი დიდი მაღაზიები იყო, ქსელები იყო, ყველა პროდუქტი იქნა გატანილი. ეს იყო ის წინაპირობები დაწყებისა, რაც მარიუპოლი მოხდა ალყაში და თანაჩენები ყველამ კარგად იცით ეს 99 დღიანი წინააღმდეგობა, რაც გაუწია გარნიზონმა. მე დავიჭერით 18 რიცხვში. ფაქტობრივად ბრძოლები მიმდინარეობდა ჯერ კიდევ მაშინ მე მომხსნეს ჩრდილოეთ მიმართულებიდან გადმომისროლეს ქალაქის ცენტრში. ჩვენ ქვედანაყოფთან ერთად, იმიტომ ქალაქში შემოჭრილი იყო გარკვეული ქვედანაყოფები მოწინააღმდეგის. ქალაქის სადღაც 15% იყო დაკარგული რა ეს ამ შემოჭრით. და მაგის კუპირებას ვცდილობდით რა. დანარჩენი კონტროლდებოდა მაქსიმალურად, მაგრამ ნუ ხალხის რაოდენობა მაინც ცოტა არის. ესე იგი ბრძოლები რომ მიდიოდა, მე დავიჭერით 18 რიცხვში, ჩემმა მეგობარმა გამომიყვანა, ნუ ბახვამ ეს ყველა მიცით დაჭრილი გამომიყვანა. მივედით, როგორც მე მახსოვს, ჯერ მივედით გოსპიტალში, გოსპიტალი აღარ არსებობდა, იმიტომ რომ ავიაციამ დაბომბა და იქ მათო ნანგრევები იყო და მე იქიდან უკვე გზაზე გადამცეს ბახვამ გადაცა ჩემი თავი სამხედრო მედიკებს, რომელიც აზოვსტალიდან გამოიძახეს. იქიდან წამიყვანეს აზოვსტალში, მაგრამ ბრძოლები კიდე მეორე ძირითადი ქარხანა იყო, ეს არის აზოვსტალი და ილიჩი. ილიჩიც საკმაოდ დიდი ქარხანა არის, დიდი ტერიტორია იყო. იქ კარგ ხანს მიდიოდა კიდე ბრძოლები. შეიძლება ითქვას კიდე თვე კიდე ეჭირათ ქარხანის ტერიტორია და ნუ 18 რიცხვში უკვე მე აღმოჩნდი აზოვსტალის ბუნკერში, გამიკეთეს ოპერაცია და სადღაც 21 რიცხვში გამთენიისას ცოტა დროის კონტროლი იცოდი იყო, იმიტომ რომ არა გამთენია არ იყო, ღამე იყო, პირიქით ღამე იყო. 20 რიცხვი 21-ზე თენდებოდა, სადღაც 10 საათი იქნებოდა. ნარკოზი შემდეგ მაითვეს სულ გათიშულა წამლით და იმით. მაგვიძებს რედისი და მეუბნება, რომ ესე და ესე იგეგმება ოპერაცია და უნდა გაგიყვანოთ. აზოვსტალიდან დაჭრილების გამოსაყვანად და იქ მყოფი მებრძოლების მარაგების შესავსებად თანამედროვე ომების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი ოპერაცია დაიგეგმა. მირვა ტიპის ვერტმფრენებმა მტრის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საზენიტო მოქმედებების ზონაში შეფრენა დაიწყეს.
ეს ოპერაცია ისევ და ისევ ჩვენმა ქვედანაყოფმა დაგეგმა. ოღონ ეს იყო მეორე მხარეს ვინც იყო კიევში, ვინც და აზოვის წარმომადგენელი, ანდრეი ბილეცკი იყო, ბორის ფენი იყო, ესეთი მოსე რომელმაც შეათანხმეს იპოვეს ფრინავები გურთან ერთად და დაგეგმეს ოპერაცია. საკმაოდ რთული ოპერაცია იყო, მაგას მთელი გადაცემაც იყო მიძღვნილი, იმიტომ რომ დაზვერვის საშუალებით უნდა მოეხდინათ ყველგან არსა ფაქტიურად 200 სადღაც 110 კილომეტრი 110 კილომეტრიან მარიუპოლიდან ზაპოროჟიამდე უნდა მოეხდინათ იქ ყველა არსებული საჰაერო დავდაცვის სისტემების იდენტიფიკაცია. მაგათ ტექნიკური საშუალებები, ანუ უნდა მოეპოვნათ გასასვლელი. რომ სად ვერ ფარავენ. ამიტომ რომ აქ ასევე დაზოროგური მუშაობდა, აგენტურა მუშაობდა, კოსმოსური, ასე ვთქვათ, აეროფოტოს სურათებით. დიდი ანალიზი გაკეთდა და იპოვეს მომენტი, სადაც შეიძლებოდა დიდი სწრაფეზე გაძრომა. მაგრამ, იყო რისკი იმისაც, იმიტომ რომ გარკვეულ ნაწილში მაინც იყო გადაფარვა პეო სისტემებით. აქ სუფთა იყო ბედიღბალზე და ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნაგლობას, რომ რამდენად ნაგლად შეასრულებდნენ ამას, რომ თავხედურად, უბრალოდ რამდენად თავხედურად იქნებოდა, რომ გარისკენ არავინ მოელოდებოდა, ხო? დაგეგმეს პირველი მცდელობები იყო, ვერ შემოვიდნენ. და 21-22-ში პირველი რეისი, რომელიც ხორციელდებოდა, მაშინ ხამე გამაღვიძეს, მითხეს, რომ უნდა გაგამზადოთ და უნდა წახვიდნენ. მიზეზები გასაგები იყო რატომაცრისთვისაც. მძიმეები ვინც იყო, ყველა პირველები უნდა გაიყვანათ. იქიდან თქვა შემოიყვანდნენ ტყვია-წამალ სამედიცინო ძალიან ფაქტურად აღარ ქონდა აღსტრელი გამაყუჩებლები, დიდი პრობლემა იყო სამედიკამენტების და 21-ში დილაზე ესე ვთქვათ ჩაგვსვეს მანქანაში სამხედროს ესეთ სასწრაფოები რაც იყო, რაც იპოვდნენ იმ მომენტში და ღამით სანამ ავიაცია ვთქვათ ბომბავდა რუსების გარკვეული მომენტი იპოვეს, დავიწყეთ მოძრაობა უკვე დიდი მანძილი არ იყო გასავლელი, სადღაც 3 კილომეტრი იყო გასავლელი, მაგრამ ფაქტიურად სადღაც 4 საათი მოვამბობთ. ნელ-ნელა მანქანა სანამ გადაადგილდებოდა, ნანგრევებში მალავდნენ, სადღაც ვთქვათ ხელი გადაყავდათ, მე ისე მანქანა რო არ გამოჩენილიყო და ორი ფაქტიურად ორი მანქანა 18 კაცი იყო დაჭრილი ვინც უნდა პირველ ფონზე გასულიყო, ის იყო საცდელი, თუ გამოვიდოდა, ამიტომ თქვეს რომ ვინ გარისკავს. ყველაზე დიდი ალბათობა ის იყო, რომ ვერ შემოფრინდებოდა, ჩამოაგდებოდა. და მე კიდე დაჯდომის ფაქტი დიდი რისკი იყო, უკვე ისქნებოდა დაინახავდნენ, გაანადგურებდნენ, ან უკან გასვლისას ჩამოაგდებდნენ. აზოვსტალს აქვს პატარა სანაპირო, სანაპირო და ფაქტურად მის ტერიტორიაზე ზღვაწვის ნაწილიც არის. და არის სანაპირო ზოლი და იქ გაშლილ ტერიტორიაზე ფაქტობრივად ჯანანგრევებში ვიყავით, იქ ველოდებოდით. რო ჩამოფრინდებოდა, გამოგვიყვანდნენ და ჩავსხდებოდით, გავფრინდებოდით. ფაქტობრივად ჩემ შემდეგ მეორე რეისი უნდა ყოფილიყო კიდე, ანუ ეს უნდა უცბად უნდა ემუშაოდა, 2 წამოვიდო და შემდეგი 2 და მაქსიმალურად ხალხი უნდა გამოეყვანა. პირველი ანუ ვერტფრენი რო შემოვიდა, ეს ხო დაჯდა. უკვე დილის სადღაც 7 საათია უკვე. მზე ამოდის. მზე ამოსულია ფაქტიურად პირველი სხივები, ესე რომ ვთქვათ, გამოანათა, კარგად ჩანს ყველაფერი და აი მაშინ შემოვიდა ვერტფრენი, დაჯდა თუ არა, სადღაც 1 წუთში ზევიდან რუსულმა სადღაც 200 მეტრი, 300 მეტრი სიმაღლეზე რუსულმა ბომბდამშენებმა გადაუყენეს სუებმა. ვერ იფიქრეს ეთყობა, რომ ეს იქნებოდა უკრაინული, არარეალური იყო. იმიტომ სადღაც რამოდენიმე კილომეტრში კიდე ზღვიდან საიდანაც შემოვიდნენ რუსული გემები. თავხედობის ძალიან დიდი ის იყო, ესე ვთქვათ, მაგალითი და ვაჟკაცობის. დაჯდა, დაიწყეს უცბად
გადმოყრა იქიდან ნივთების სადღაც 17 წუთი, 17 წუთი ხდებოდა გადმოტვირთვა და ჩატვირთვა. შეიარაღე მაშინ იყო პირველად დავინახე სტარლინგი. კავშირი არ ჰქონდა, ქვედანაყოფების მართვა ფაქტურად მკვდარი იყო. ერთადერთი ხდებოდა, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცოდა თავის სექტორი, თავის მოვალეობები და ასე თუ ისე ვახერხებდით მანქანებით მოძრაობას და ინფორმაციის მიტანას. ჩავიტვირთეთ და აი სანამ 17 წუთი მოხვედრდა, მთელი გარნიზონი უბრალოდ აი გაცოფებული ბრძოლობდა. იბომბებოდა იქ გარშემო ვერტფრენის გარშემო გრადის რეაქტორული ავიაცია ბომბავდა, სადაც 600 მეტრში. მაგრამ ფაქტურად რაც კითხვია წამალი იყო, ყველაფერი დაახარჯეს და მაშინ ახ პირველად სტარლინკები ჩამოყარეს, ძალიან მომხარდა რომ ეს ის ჰქონდა და მეორე საერთსაწინ, ანუ საზენიტო გადასატანი რაკეტები, ეს სტინგერები. და მაშინ მოხდა პირველი რამოდენიმე ვერტფრენის და თვითმფრინავის ჩამოგდება, რაც ჩამოვიდა ეს ფაქტურად ჰაერი მაგისი იყო. გამოვფრინდით საკმაოდ ჯერ ზღვაში გავიდა ვერტფრენი ქარხნიდან გემებისკენ ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა მე ზღვიდან ისევ დაუბრუნდით ცოტა ქალაქს გაუვარეთ და რუსების ზურგში გამოვედით სანაპიროზე ვერტფრენებით და დაუყევით სადღაც 10 მეტრის სიმაღლეზე ფაქტურად 50% გზის კარგად ვიარეთ ვიფრინეთ ვერ მიხვდნენ მაქსიმალურად შეამსუბუქეს რომ მაქსიმალურად მეტი ხალხი წაეყვანათ დაჭრილები და თვითიც მეტი შემოეტყვა, ამიტომ დამატებით საწვავის აღზრდილი მოხსნილი იყო. და ფაქტურად ჩვენ მოვახდინეთ შავფრინდით ზაპოროჟიემდე, ანუ ქალაქში ვერა. ისევ რუსების ტერიტორიაზე დავჯექით. იქ მოხდა გარკვეული ესე რომ ვთქვათ, სპეცსამსახურები დაზვერვა, ხალხი იყო საწვავით გამზადებული. მოვიდნენ გააზაპროკლეს ეს ვერტფრენები და ისევ ავფრინდით და მე უკვე ჩავფრინდით დნეპროში. თვითონ ზაპოროჟი ქალაქამდე არა, მინდვრებში ვიყავით სადმე ვიყავი არ ვიცი ნამდვილად. მაგრამ ჩვენც კიდე რუსები იყვნენ. და აი მაშინ დაიწყო უკვე თვითონის ვერტფრენების ჩამოდევის თეორია. პირველმა ესე რომ ვთქვათ შეფრმცდელობამ ტესტულმა მცდელობამ გაამართლა და მაგის შემდეგ კიდე 4 ჯერ თუ 5 ჯერ შეფრინდნენ აზოვსტალზე და გამოიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ მე ჩამოაგდეს ბოლო რეისზე, მეხუთე რეისზე 2 ვერტფრენი. ამ ოპერაციაში გიორგი ქუფარაშვილისა და აზოვის შემადგენლობაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველის, დავით სულეიმანაშვილის ევაკუაცია მოხდა. სამწუხაროდ ვერტფრენების შეფრენამდე 19 მაისს მარიუპოლისთვის ბრძოლაში დაეცა პოლკოვნიკი ბახვა ჩიკობავა. აფხაზეთისა და 2008 წლის ომების მონაწილე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი უკრაინაში 2014 წელს ჩავიდა. ის აქტიურად მონაწილეობდა აზოვის დაკომპლექტებაში და რეკრუტების მომზადებაში. ვინ იყო ბახვა ჩიკობავა? კარგი შვილი, კარგი მეუღლე, კარგი მამა, კარგი მეგობარი და ნამდვილი პატრიოტი. მეგობრობდით დიდი ხანი 20 წელზე მეტი. საქართველოსთან შეხებები მქონდა, ბოლოს უფრო აქტიური შეხება მქონდა ფაქტიურად 2009 წლიდან 2012-მდე ფაქტიურად მუშაობდით ერთად. და ბოლოს უკვე 2014-ში ფიზიკურად უკვე ერთი გუნდი ვიყავით აქა, ჩამოვედით, მუშაობდით. დიდი წვლილი შეიტანა საკმაოდ, ისე რომ ვთქვათ, საქართველოს ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული პროფესიონალი საქართველოს სპეცსამსახურების ისტორიაში. ბევრი იციან, ბევრი ვერ ითქმება. რა და რა გააკეთა მან საქართველოსთვის, ისევ საქართველოში. ისევ და ისევ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
აქაც უკრაინაში ძალიან ბევრი ოპერაციებია ჩატარებული, ძალიან საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. ძალიან ბევრი ადამიანი ყავს მომზადებული ფაქტურად აზოვის, ესე რომ ვთქვათ, პირადი შემადგენლობა თუ იმ მომზადდა, ისევ აი ამ გუნდით, ხო? და ბახვა იყო ამ გუნდის ერთ-ერთი ეს წევრი, რომელიც მუშაობდა. კაცი იყო ლეგენდა. ლეგენდარული პიროვნება იყო და ყოველთვის ჩვენში ყველაზე დიდი გამოცდილება მას ჰქონდა. ჩემი გამოყვანის შემდეგ კიდე ერთი ჩვენი გუნდის წევრი დაიჭრა, იმიტომ ის ერთად იყო ბახვასთან, ჩემთან აღმოჩნდა ბუნკერში, დაჭრილი ის ოპერაცია ჩაუტარეს და მან მითხრა, რომ ბახვამ უკვე აიღო, მე რო წამოვდიოდი უკვე, ვიყავ მეთაური მე, ბახვა. ბახვა მაშინ აიღო ხელმძღვანელობა და ბახვა ხელმძღვანელობსო. იყო გარკვეული ჯგუფი, მიმართულება ისე ქალაქის ცენტრში, სადაც ბრძოლობდით, რომ შეგვეჩერებინა. მაგ მიმართულებაზე ფლანგზე ყავდა ჯგუფი ქონდა განთავსებული, რომელიც ალყაში მოხვდნენ, მარჯვენა ფლანგიდან და კავშირზე გამოვიდნენ, დახმარება მოითხოვეს. ანუ ბახვა მაიყვანა ფაქტურად იმ ქვედანაყოფში ხელმძღვანელი პირებიდან იყო დარჩენილი სულ რამოდენიმე აზოველი, ბახვა, ეს ერთ-ერთი კიდე ჩვენი ქართული თანამებრძოლი და ორი აზოველი კიდე. იყო კიდე რამოდენიმე აზოველი, მაგრამ ისინი უკვე თვითონ პოზიციაზე ბრძოლობდნენ უკვე და ბახვამ წამოიყვანა ეს ჯგუფი ამ ფლანგში მოწყდეული პირადი შემადგენლობის გასათავისუფლებლად. და უკვე იქ რო შევიდნენ და შეეცადეს გარღვევა რომ გამოიყვანათ, გამოყვანის დროს ხალხი გამოიყვანეს, მაგრამ თვითონ უკვე შეტაკებაში დაიღუპა. Ласкаво просимо до пекла. Слава нації! Сонце зійшло над Азовом, вітер над дюнами тме. Холодно, але пісок пахне весною. სამ დღეში კიევის აღების ამბიციის მქონე რუსულ არმიას აზოვსტალის ასაღებად 2 თვე, 3 კვირა, 5 დღე, ათასობით საავიაციო ბომბი, რაკეტა, სახმელეთო და საგემბანო ჭურვით დასჭირდა. ეს დრო ალბათ გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ მარიუპოლის მთელი გარნიზონის სიცოცხლის გადასარჩენად ასრულებდა უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აზოვის საბრძოლო სულისკვეთება და ბრძოლა მარიუპოლისთვის 2022 წლის 21 მაისიდან სამხედრო სახელმძღვანელოებში ოქროს ასოებით შევიდა. Солнце встает. Мы не знаем точно, останемся ли мы живы, когда вы будете смотреть это обращение. Я наказую кожному бійцю полку Азов битися до останнього. Ми будемо знищувати росіян у повітрі, на землі та на воді. Разом до перемоги. Слава Україні! Ми залишились собою, ми загорнулись у ніч, і вільні уста стисли від болю. Найглибші підвали, світло повернеться знов. Крик нового дня рветься на волю. Слава полку Азов, сука! І корабель гармати не розіб'ють мою мрію. Його ніколи не зрадить серце моє. Буде довіку стояти праведне місто Марії, доки над гордим Азовом сонце встає. Доки над вільним Азовом сонце встає. Доки над нашим Азовом сонце встає. Что вы, новые корзинки делали, чем занималась? Ні, я тобі не хочу
Да? А я почти что плыла, да, по-моему, в прошлый раз?